პირდაპირ ეთერში მუშაობას გადაცემის დასკვნითი ნაწილი საკმაოდ საინტერესო თემას დავუთმეთ. ასევე მოისმენთ ბევრ საინტერესო ინფორმაციას, არ გადართოთ, მოისმენთ ჩვენი სტუმრისგან ის დეტალები, რომელიც დარწმუნებული ვართ თითოეულ თქვენთაგანს ნამდვილად გამოგადგებათ. ჩვენ ვსაუბრობთ ახლა ჰომეოპათიაზე. ორჯერ შეხვდა ჩვენი სტუმარი ნათელმხილვალ ვანგას, რომელმაც უთხრა შენ მოახდენ მედიცინაში გადატრიალებასო. მოკლედ, ქალბატონი თინა თოფურია მინდა წარვადგინო დღეს ჩვენს ეთერში, ის გახლავთ ჰომეოპათიის აკადემიის რექტორი, ევროკავშირის ექსპერტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ადამიანის ეკოლოგიის დაცვის საზოგადოებრივი საბჭოს თავმჯდომარე. უღრმესი მადლობა, რომ გამონახეთ დრო და დარწმუნებული ვარ, ბევრ დეტალსაც გაგვანდობთ ჰომეოპათიის იმ მიმართულებებზე, რომელიც საქართველოში ასე პოპულარულია უკვე დღეს. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა, მაყურებელს კი მოუწოდებ, თუ თემა გაინტერესებთ, აკრიფეთ ის ტელეფონის ნომერი, რომელიც ეკრანზეა მითითებული. დავიწყოთ თავიდან, რა არის თუ არა დღეს პოპულარული, როგორც მე ვახსენე, თქვენ როგორც ამ საქმის ერთ-ერთი და ერთადერთი თუ არა, წამყვანი სპეციალისტი, რას გვეტყვით, შეინიშნება თუ არა საზოგადოების აქტიურობა? მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს, დიდი მადლობა მოწვევისათვის. ძალიან აქტუალური თემა არის, ძალიან პოპულარული არის ჰომეოპათია. ჩვენთან ძალიან დიდი მოთხოვნაა და მსოფლიოში მინდა გითხრათ, ბოლო სტატისტიკით 9 მილიარდი ადამიანია მომხმარებელი. ეს არის საუბარი ოფიციალურ სტატისტიკაზე ევროპის ქვეყნებში და ამერიკაში. რა თქმა უნდა, დაახლოებით 1,5-ჯერ ან 2-ჯერ მეტი არის რეალური მომხმარებელი. მაგრამ როდესაც რაღაც პოპულარული ხდება, იქვე ხდება მისი პროფანაციაც, მოგეხსენებათ. ჰომეოპათია ძალიან სპეციფიური დარგი და მინდა გითხრათ, აი ვანგას მოვიშველიებ, ვანგამ პირველად რომ ჩავედი მასთან, კითხა, შენ ხომ ექიმი ხარ და რატომ გიჭირავს ესეთი უცნაური წამლები ხელში? რა არის ეს? მე ვთქვი ჰომეოპათია. ეს უნდა დავიმახსოვრო, იმიტომ რომ ეს არის ჰომეოპათია, არისო მომავლის მედიცინაა. მოვა დრო და მხოლოდ ეს წამლები დარჩება და იქნება აქტუალურიო. დღეს არსებული ქიმიური წამლები თანდათან თავის თავს აღმოფხრიანო. ეს იყო დაახლოებით 15 წლის წინ და დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ რეალურად ესეა მოსახლეობის დიდი ნაწილი. და სტატისტიკაც თქვენ საკმაოდ სტატისტიკა შთამბეჭდავია და მე გეტყვით ეს რამეს, რომ ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში 50-60%-ზე მაღლა ადის ჰომეოპათიის მომხმარებელთა რიცხვი, ანუ ისინი იმათი რიცხვი, ვინც უპირატესობას ანიჭებს ჰომეოპათიას. ეხლა ეს განპირობებული არის ბევრი ფაქტორით, ჯერით იმითი, რომ არსებობს ესეთი აზრი, რომ ჰომეოპათია არის უვნებელი, არ აქვს გვერდითი მოვლენები, თუმცა ეს ყოველთვის ესე არ არის. ცოდნის ხელში და ნამდვილად ჰომეოპათის ხელში ის მართლა უვნებელია, მაგრამ ეს არის ჯადოსნური ჯოხი. ჯადოსნური ჯოხით შეიძლება აკეთო სიკეთეს და შეიძლება აკეთო ბოროტებას, არა? შეიძლება ის ხელში ჩამოყენებათ. სამწუხაროდ უკვე არის ამის ამ თემას არ განვავრცობთ, სუდად გამოყენება არ გვინდა, ჩვენ ვიდა ადამიანების გააზრება. კარგად გამოყენება, რა თქმა უნდა, მაგრამ იცით რა არის წამლის ბიზნესმა რომ დაინახა, რომ ჰომეოპათია ძალიან კონკურენტუნარიანია და ამხელა რაოდენობა მოსახლეობისა უკვე ყურადღებას აქცევს და არჩევს ჰომეოპათიას, უკვე დაიწყეს ცოტა არაკეთილსინდისიერი წამლების გამოშვება, ესე ვთქვათ. ჰომეოპათია არის ძალიან ინდივიდუალური მედიცინა. ერთ ადამიანს რაც უხდება, მეორეზე შეიძლება არ იმოქმედოს, იმას საერთოდ. აი, როგორ უნდა გაიგოს ინდივიდმა, მაშინ როდესაც ჩვენ გვისმეს ახლა და დაინტერესდება ამ წამლებით. მაგაში ეს საქმე რომ ინდივიდი ვერ გაიგებს. აქ არის ესეთი რამ, ჰომეოპათიაში არის სხვადასხვა მიმართულებები. არის მარტივი ჰომეოპათია, რომლის გამოყენებაც შეიძლება, აი მაგალითად ეს მაგალითები, აი ეს წამლები, რომლებსაც ჩვენ ვაკეთებთ, აი თუ შეიძლება რომ ხელში აიღოთ და წარწერები ბახუსის წამალი, ანუ პახმელის, ეს არის უნივერსალური ყველასათვის. აი მეხსიერების გაუმჯობესების მაგალითად. ესეც ყველაზე მოქმედია. ეს აპრობირებულია უკვე და საინტერესოა შედეგები როგორია და რამდენად იცით რა, საუკუნეების განმავლობაში ცნობილი, აპრობირებული რამდენად ეს არ არის ახალი. ეს არ არის ახალი, უბრალოდ ჩვენ მას ვიყენებთ ესე მასიური გამოყენებისათვის. თქვა გრიპის წამლები. თანაც რეკლამაში არ უნდა ჩაგვითვალოთ, იმიტომ რომ არ იყიდება ეს წამლები ესე აფთიაქებში და ასე შემდეგ. არა.
ეს მზადდება ყველაფერი ინდივიდუალურად, ესე ვთქვათ. მაგრამ აი ესენი ვთქვათ, თუ რეკავს პაციენტი და გვიკვეთავ, შეგვიძლია გავაკეთოთ აი ესე სპეციალურად, მაგრამ თუ კი უკვე ლაპარაკი არის რაღაცის სერიოზული მკურნალობაზე, დაავადების, ნებისმიერი დაავადება, დაწყებული ხოლეცისტიტია, კუჭისყლულია, ვთქვათ, ათეროსკლეროზია და სხვადასხვა პოლიპებია, გლანდებია. Ну, პოლიპები და გლანდების შემთხვევაში კიდევ შეიძლება დაახლოებით 2-3 პრეპარატია, რომელთა ვარიერება შეიძლება. და დანარჩენ შემთხვევაში ყველა ადამიანს აქვს თავისი პრეპარატი გარკვეული დაავადებისათვის. გარდა ამისა, არის კიდე კლასიკური ჰომეოპათია არსებობს. და ეს რა არის? ეს არის უკვე ხელოვნება. საერთოდ ჰომეოპათია ეს არის სამკურნალო ხელოვნება. და ძალიან საუკუნეების ისტორია გააჩნია ჰომეოპათია. 2-3 საუკუნეა უკვე რაც ჰომეოპათია არსებობს, ექიმების მიერ არის შექმნილი, თუმცა თვითონ იდეა ჰიპოკრატეს ეკუთვნის ჰომეოპათიის იდეა, ანუ მსგავსი მკურნალობა. როდესაც მოდის პაციენტი, შეიძლება რამდენიმე საათი ეჯდეს მას ჰომეოპათი, სანამ არ გაარკვევს მიზეზს იმ დაავადებისა, რომელთაც ის მოვიდა, იმიტომ რომ დაავადება, როდესაც იმ სტადიაშია, რომ ავადმყოფი ექიმთან მიდის, ის უკვე როგორც წესი არის ხოლმე ქრონიკული რაღაცა დარღვევები, ხო, უკვე დარღვევები არის ისეთი, რომ დეკომპენსაცია მიდის რაღაცის და პაციენტი უკვე მოდის საშუალად, რომ მანამდე თვითონ ორგანიზმს აქვს კომპენსაციის საოცარი უნარი. იცით რა მაინტერესებს ჩაგეკითხებით ადამიანი, რომელიც აი სხვა სამედიცინო მედიკამენტებით მკურნალობს და ჩატარებული აქვს მედიკამენტოზური მკურნალობა, მაგრამ რაღაცა შედეგი არ აქვს, ან გაიგო ამის შესახებ და გადავიდეს უკვე ჰომეოპათიური წამლებით მკურნალობაზე, ექნება თუ არა იგივე შედეგი, თუ დასაწყისშივე როგორც საერთოდ ყველა დაავადებას სჭირდება ჩარევა და დროული მკურნალობა, აი ამ კუთხითაც აი ამას ითვალისწინებს. რა თქმა უნდა, რაც უფრო ადრე მოვა და დაიწყებს ჰომეოპათიით, რა თქმა უნდა, მით უფრო ეფექტურია და ძალიან ხშირად არის, რომ სხვა წამლები კარგ ახალს არ ჭირდება. ისევ და ისევ, იმიტომ რომ კომპენსატორულ მექანიზმების ჩართვაზე არის გათვლილი ეს ჰომეოპათიური მკურნალობა. აი ამაში არის ინდივიდუალიზაცია მისი. აი ეს პატარა წამლები, რომელიც ახლა პირდაპირ ეთერში ჩანს და უყურებს ჩვენი მაყურებელი, რა არის ეს? დალამაზია, უცხო მაგრამ არის წამალი. ეს არის წამალი და იმითვე ძალიან პატარები. აი თვითონ აი ამ ბოთლში არის რამდენიმე 1000 ცალი წამალი. აი ეს მანანას ბურღულზე ოდნავ დიდი ბურთულებიაში. აი ეს მთელ საქართველოს ეყოფა ეს წამალი. მართლა და რას კურნავს და ეს არის ხელით ნაკეთები. ძალიან ძვირად ღირებულია 10000 შეიძლება და 10000 ღირს. 10000 евро ღირს აი ეს პატარა ყუთი. 10000 евро ღირს ეს პატარა ყუთი? და არსად არ იყიდება. იყიდება მხოლოდ ერთ აფთიაქში გერმანიაში და არის ხელი დამზადებული. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ვინ არის დამამზადებელი. ქართული წესით მომზადებული არ არის ისეთი ეფექტური და აი ეს აფთიაქი რომელიც ამას აკეთებს ხოლმე ეს არის საოცარი რუტინული შრომა. ამიტომაც აი სხვადასხვა წამლებია. ხო, მე ვხვდი. აბსოლუტურად სხვადასხვა. აი ხა კონკრეტულად ეს წამალი არის ნევროზების წამალი. ფობიური ნევროზების ერთ-ერთი ფორმის. აი არსებობს აზრი რომ ჰომეოპათიური წამლები არის ბალახეულისგან დამზადებული, ანუ მცენარეულისგან. და არ აი ეს მაგალითად არის შოკოლადი. შოკოლადის აი მას ქვია შოკოლადი. კეთდება შოკოლადის მასალისაგან. ეს ეხლა ხან შექმნეს ინგლისში ძალიან ცნობილმა ჰომეოპათებმა, ჩაატარეს მისი აპრობაცია და აღმოჩნდა რომ ეს არის დეპრესიების არაჩვეულებრივი წამალი და ჩვენ ვიცით რომ შოკოლადი კარგი ანტიდეპრესანტიც არის, რა ხელს უწყობს სეროტონინის გამოყოფას, ჰიპოფიზის ამუშავებას და ეს არის მისი ჰომეოპათიური ვერსია, რომელიც ძალიან კარგად მოქმედებს განსაკუთრებით კლიმაქტერიული პერიოდის ქალბატონებში, რომლებსაც სიყვარულის დეფიციტი აქვთ. რა საინტერესო. მარტო ხო, სამწუხაროდ არ იყიდება და ამიტომ შეიძლება უყურებთ ვისაუბროთ ამაზე. არ იყიდება, არა, აი ამის საქართველოში არ იყიდება თორე. ხო, ზედან ჩამოტანილი მაქვს, იყიდება რა თქმა უნდა. ოღონდ შეკვეთით არის იქაც. გასაგებია. მოკლედ მარტო მცენარეული მარტო მცენარეული არ არის. აგერ ერთი შოკოლადი ეს მაგალითად არის ინფლუენცინომი ეგრეთ წოდებული, რომელიც კეთდება არის გრიპის საწინააღმდეგო პრეპარატი და არის დაახლოებით იგივე რაც არის ვაქცინა. ჰომეოპათიური კეთდება ვირუსის გამოიყენება ევროპის წამყვან ქვეყნებში? გამოიყენება, რა თქმა უნდა, გამოიყენება გრიპის სამკურნალოდ, ჩვენც ვიყენებთ ძალიან ფართედ ამას. უბრალოდ ჩვენთან შემოტანილი ეს არ არის, მაგრამ ამ ყველაფრის ხმარებას უნდა რა თქმა უნდა ცოდნა. და მინდა გითხრათ რა არის კლასიკური ჰომეოპათია. ეს არის ინდივიდუალური მედიცინა,
როცა ადამიანი მოდის სწავლობ, მას თავიდან ბოლომდე მის სასიცოცხლო ანამნეზს, მის დაავადების ანამნეზს, მის ურთიერთობებს, ყველაფერს მოყოლებული ბავშვობიდან და თუ კი ახსოვს მას, ანუ მის მშობლებს უბრალოდ მუცლის ყოფნის პერიოდიდან, დედის ორსულობიდანაც კი. ყველაფერს მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ ყველაფერი ფიქსირდება ჩვენ ცნობიერში და ქვეცნობიერშიც. მაყურებელი და უკავშირდა მაპატიეთ ქალბატონი შეგაწყვეტინოთ მაინტერესებს რა დავაინტერესოთ უკვე და მოდით მოусმინოთ მის შეკითხვას და გავაგზავნოთ საუბარი. გამარჯობა. გამარჯობა. ძალიან გამიხარდა ამ ქალბატონის დანახვა. სად მოღვაწეობთ ეხლა თქვენ ქალბატონო თოფურია? ქალბატონი თინა, დიახ, დიდი მადლობა. აჰა, სახელი დამავიწყდა. არა, უშავს. მე მოღვაწეობ ისევ იქ სადაც ვიყავი ჰომეოპათიის აკადემიაში და შეგიძლიათ იქ მიაკითხოთ ხო და გაინტერესოთ უფრო კონკრეტულად ესე არა ვარ ხოლმე მე ესეთი ღია მიღება როგორც ეგეთი არა მაქვს რაღაც გარკვეულწოდ მე უფრო უცხოეთში მუშაობ ხოლმე პერიოდულად საქართველოშიც ვარ და ზირთადად დაკავებული ვარ იმით რომ ვამზადებ კადრებს თუმცა ეხლა ესეც შეჩერებულია, იმიტომ რომ კანონმდებლობა არის. ხო, ამ მდგომარეობა ამ კუთხით რა, სხვა ქვეყანაში ვითარდება როგორც ახსენეთ, თანი ვიცით რომ საქართველოში იშვიათად გიწევთ ყოფნა და მოღვაწეობთ სხვა ქვეყნებში, საინტერესოა ჩვენი ქვეყნის რა ხდება ჩვენ? ხო, აი რა ხდება ჩვენ? აი ჩვენთან იცით იყო შექმნილი თავის დროზე 80-იან წლებიდან მოყოლებული 90-იანში 2004 წლამდე იყო ყველაფერი ძალიან კარგად აწყობილი, იყო სერტიფიცირება, ლიცენზირება. ეს პროცესი სერტიფიცირების გრძელდებოდა შარშანდლამდე ჯერ კიდევ, მაგრამ მე ამოვარდა ეს სახელმწიფო რეგულაციიდან ჰომეოპათია და დღეს არის ძალიან ქაოტური მდგომარეობა. მდგომარეობა გაართულა კიდე იმან, რომ ძალიან ბევრი უცხოელი ჩამოვიდა, ჩინელები, ინდუსები რომლებიც აქ ეწევიან ამ საქმიანობას, მე ბევრ მათგანს შევხვდი და მინდა გავაფრთხილო მოსახლეობა, რომ ნუ იფიქრებენ, რომ ვიღაც უცხოელი ჩამოვა, აქ კარგი სპეციალისტი და აი აქ ჩვენ მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვისათვის არის ჩამოსული. ხო, იმიტომ რომ აქ არსებობს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც მინდა გაჟღერდეს ჩვენს ეთერში. გამოცდა წამლების ხშირად ხდება მესამე კატეგორიის ქვეყნებზე და ძირითადად სამწუხაროდ ხდება ბავშვებზე. აი ეს თემა მტკივნეული არის, რომელიც მინდა რომ იცოდეს მაყურებელმა, თუმცა მანამდე კვლავ მაყურებელია და ხაზზე მოვისმინეთ მისი შეკითხვა, ქალბატონი თინა, მე მოვისმენ თქვენ ასრს. გამარჯობა. ბრძანეთ, გისმენთ? ალო? ბრძანეთ ქალბატონო, მოგესალმებით. მაინტერესებს ძვალსასროვან დაავადებებს თუ კურნავს. ძვალსასროვან დაავადებებს თუ კურნავს რომელიმე. მადლობა. საქმეში აი აქ უნდა გავმარტოთ, რომ ჰომეოპათიას აქვს იგივე შესაძლებლობები, რაც ჩვეულებრივ მედიცინას, ანუ ალოპათიას. არის რამდენიმე ასეული 1000 პრეპარატი და მათი კომბინაციები. ყველაფრის განკურნება შეიძლება, რამდენადაც განკურნებადია საერთო დაავადება. ის რაც თქვათ იყო ადრე იგივე 100 წლის წინ უფრო განკურნებადი იყო ყველა დაავადება ეხლა მთლიანად გარემო გვაქვს ძალიან რთული ძალიან ბევრი სტრესები გვაქვს გარშემო ეკოლოგიურად დაბინძურებული გარემოა საკვები საკმაოდ საეჭვო საკვებს ღვებულობთ მარტო ჩვენ კი მთელ მსოფლიოში ეს პრობლემა ამიტომ იდეალური ჯანმრთელობა დღეს აღარ არსებობს ძვალსახსროვანი დაავადებები ინკურნება ისევე, როგორც ყველა სხვა დაავადება. უბრალოდ ამას ისევ და ისევ ჭირდება ძალიან ბევრი შრომა, პაციენტის ჩართულობა აუცილებლად, ესე რომ ადამიანი მოვიდა, გამოუწერეს წამალი, წავიდა და აღარ მოდის, ესე არ ხდება. ეს არის სულ პაციენტისა და ექიმის ურთიერთობა. ყოველთვის იცვლება წამლები რაღაც პერიოდებში ჭირდება გადაკონტროლება და თვითონ ჰომეოპათიურ მკურნალობასაც რაც შეეხება განკურნებას თუ ისახავ მიზნად არა იმას რომ წამალი დალიო და ვალი მოიხატო მარტო ან წამალი დანიშნოს ექიმმა გამოწეროს თუ კი განკურნებაზეა ლაპარაკი ამას ჭირდება მუდმივი მუშაობა როგორც პაციენტის მხრიდან ესევე ექიმის მხრიდან ასე რომ ეს არის პირველ რიგში მათი ურთიერთმდობა, ურთიერთთანამშრომლობა და მათი ურთიერთმეგობრობაც კი. აი პაციენტების უდიდესი ნაწილი მე მეგობრებად გიხდებიან ხოლმე, იმიტომ რომ შენი ცხოვრების ნაწილს დებ ამაში. არ არის ესე რომ მოვიდა ჩემთან პაციენტი, მე ის გაუშვი, გამოწერე და აღარ მახსოვს მე ყველა ჩემი პაციენტის ამალი მიეცი სახში დალია ასე ესე განკურნება არ ხდება, თუმცა დღეს უკვე ბევრი აი ამაზეა გადასული, მაგრამ თვითონ პაციენტების მიჩვეულებიან, მოსახლეობა მიჩვეულია, რომ მივიდა ექიმთან, გადაიხადა თანხა, ჩაიტარა კონსულტაცია, წავიდა, იყიდა წამალი და ამით დამთავრდა ყველაფერი. ეს არ არის სერიოზული მკურნალობა. როგორც ჰომეოპათიაში, ისევე ჩვეულებრივ კლასიკურ მედიცინაშიც.
ეს არ არის სწორი მიდგომა და აი ამას მუშაობა ჭირდება ალბათ ძალიან ბევრი. იგივე თქვენი დახმარებით, რომ პაციენტებს განუმარტოთ, რომ ისინი თუ თვითონ არ მოინდომებენ, თუ არ არის მათი мотиваცია, თუ არ არის მათი ჩართულობა, ვერცერთი ექიმი და წამალი მათ ვერ მოარჩენს. ეხლა არის შემთხვევები ისეთი, როდესაც ჰომეოპათიური წამლები უფრო ეფექტურია, ვიდრე ჩვეულებრივი. ზოგ შემთხვევაში არის პირიქით, როცა ის წამლები უფრო ეფექტურია. ინდივიდია დამოკიდებული. არა, მარტო ინდივიდზეც არ არის დამოკიდებული, თვითონ დაავადებაზე, მის სტადიაზე. ზოგჯერ მათი შერწყმა არის, მაგრამ ეს ყველაფერი არის ხელოვნება. სად მედიცინა ეს არის ხელოვნება. და სხვათა შორის აი მის ავტორმა, ჰანემანმა, ვინც შექმნა ჰომეოპათია, მთელი ცხოვრება მიუძღვნა აი ამის აპრობაციას ამ წამლების, ამ კანონზომიერებების, ახალი წამლების სრულიად, კანონზომიერებების გამოყვანას და დარეგისტრირებას, ესე ვთქვათ, დაკანონებას და შექმნა ტრაქტატი. აი როგორც იურისტებს აქვთ თავიანთი სახელმძღვანელოები, თავიანთი კანონები, ისე გვაქვს ჩვენც, რომელსაც ქვია ჰომეოპათიური სამკურნალო ხელოვნების ორგანონი. ეს ორგანონი არის ჩვენი ასეთი, ну, როგორც სახარება, ასე ვთქვათ, რომელიც ზეპირად უნდა იცოდე და სულ უნდა იყურებოდე მასში. რომ არ დაარღვიო ეს კანონი, საკმაოდ დიდი წიგნია, მინდა გითხრათ მოცულობით. მაყურებელია კვლავ და შემდეგ მოგისმენთ ისევ. გამარჯობა, გისმენთ. ძანეთ. თუ შეიძლება ტელევიზორს ჩავუწერთ, ნამდვილ შემთხვევაში ტექნიკური ხარვესია, შეგიძლიათ. გამარჯობა. კითხვა. გამარჯობა. ჩემი შვილი არის ნაავარიები და დაზიანებული აქვს თავის. დიახ. ალო? დიახ, ბრძანეთ, ისაუბრეთ. და დაზიანებული აქვს თავის ტვინი და ჰომეოპათიური წამლები მისაღები იქნება მისთვის თუ არა და რეგენერაციას შეუწყობს თუ არა ხელს. მას მეტყველებაც აქვს დაზიანებული და აგრეთვე გადაადგილება არ შეუძლია. მადლობ ზარისთვის. ძალიან ძნელია თქმა ჯერითი გააჩნია, როდის რამდენი ხნის წინ არის ეს რა დაზიანებებია მიღებული. გარკვეული შედეგები შეიძლება იყოს, მაგრამ ის რომ მას აღუდგება, ამის გარანტიას ვერავინ ვერ მიცემს, ცოტა საეჭვოდ მეჩვენება ამ შემთხვევაში. თუმცა ტრამვის შემდეგ ნებისმიერ ტრამვის შემდეგ მაშინვე თუ იწყება ჰომეოპათიური წამლების მიღება, შეიძლება მათ სასწაულები გვაჩვენოს და ხანდახან დაუჯერებელი, კი, რა თქმა უნდა, და დაუჯერებელი შედეგები შეიძლება დაინახო. ეხლა ყველაფერი დამოკიდებული არის თვითონ, ისე ვიმეორებ, თვითონ დაავადების სიმძიმეზე და სირთულეზე და იმაზე თუ რა კომპენსატორული მექანიზმები აქვს ორგანიზმში და რა მდგომარეობაში ორგანიზმი. აი მე დავიწყე კლასიკურ ჰომეოპათიაზე ლაპარაკი. თუმცა კვლავ ზარია, მაყურებელი გააქტიურდა და მინდა რომ პასუხოთ მოკლედ მაინც. გამარჯობა. გისმენთ. ალო? დიახ, ქალბატონო. ეთერში ვარ, ხო? გამარჯობათ. მე რა მინდა გკითხოთ? საერთოდ ვიცი, მე რო ქრონიკულია და ართრიტი, პოლიარტრიტი არ იკურდება, მაგრამ როგორ შეიძლება შეჩერდეს ეს პროგრესირებადი დეფორმაცია ძვლების და ასე შემდეგ, რეგენერაციას რა უწყობს ხელს, შეჩერებას რა უწყობს. ერთი ეს, ქალბატონო თინა, მის მოსალმება დამავიწყდა მაპატიეთ ახლა გესალმებით დიდი სიყვარულით. თქვენს და ქალბატონ ლევასაც. და კიდევ ერთი რამ, ძალიან აქტიურად გვაწვია რეცეპტებს ინტერნეტით, მის რა ქვია, ჟელატინით კურნალობის, ну, რაღაცნაირად იქ ყველაფერი რეცეპტი გაწერილია ყველაფერი, მაგრამ მე წაკითხული მაქვს ექიმის ისე რა ქვია, რეკომენდაციები, რომ თვითონ ძვლების ნახარში, უშუალოდ ხარში შეიცავს კანცეროგენულ ნივთიერებებს. ხო და ამიტომ აქედან გამომდინარე მე ძალიან სკეპტიკურად მივდექი ამ საფესორი პრინციპში ჟელატინმა რა უნდა იყოს ცუდი, ხო თქვა და ასე შემდეგ. აი ამაზე თქვენი აზრი თუ გაქვთ ნაფიქრი ამაზე და თუ არა და აი ისე რა შეგიძლიათ მითხრათ ამ საკითხზე. გმადლობთ. მადლობა თქვენც. მადლობთ, ძალიან კარგი კითხვა იყო. მე მინდა გითხრათ, რომ რაც შეეხება ჟელატინს, ის უვნებელია, ყველაფერს გააჩნია რაღაცა, ზოგი კანცეროგენია, ზოგი რაღაც ქიმიურ ნივთიერება შეიცავს. ესე რომ უყუროთ, არაფერი აღარ უნდა მივიღოთ. ჟელატინის შემთხვევაში სარგებელი გაცილებით მეტია, ვიდრე რისკი. ბევრი მიფიქრია ამაზე, შესწავლილი მაქვს ეს თემა და საკმაოდ ეფექტურია მისი მიღება. რაც შეეხება შეჩერებას ჰომეოპათიური წამლებით, ეს შესაძლებელია, მაგრამ ისევ და ისევ რაც ვილაპარაკე წეღან ექიმთან ერთად გამუდმებული კონტროლის ქვეშ, გამუდმებულად სხვადასხვა მექანიზმების ჩართვა. ეხლა ჰომეოპათიური წამლები რას აკეთებს, იცით? ეს არის ინფორმაციული წამლები,
რომლებშიც ძირითადად მათ ამ წამლებების ძირითად მასაში არ არის უკვე მატერიალური სუბსტრატი, ჩვენ ვაწვდით ორგანიზმის ინფორმაციას, როგორც უჯრედოვან დონეზე შეიძლება ეს გაკეთდეს, ესევე ქსოვილოვან დონეზე, ესევე შეიძლება ცენტრალურ თავის ტვინიდან დაწყებულ დონეზე. ანუ სხვადასხვა დონეებზე მიდის მუშაობა. აი პოლიართრიტების დროს ეს მიდის უჯრედოვან დონეებზე, ჩვენ ვაწვდით ინფორმაციას იმ შინაგან მკურნალს, შინაგან ექიმს, რომელიც ყველა ჩვენთაგანში ზის და აი მისი გააღვიძება, უნდა გააღვიძო, უნდა გააქტიურო ეს არის ჩვენი მიზანი. ეხლა კიდევ შედეგები არსებობს. შედეგები არსებობს. გაჩერება შეიძლება ხანდახან მე მინახია დეფორმაციის უკუ გავითარებაც კი. თუ კი ასაკი უწყობს ხელს და თუ კი აი შინაგანი მისი სასიცოცხლო ძალა ადამიანისა არის სათანადოდ მომართული და საკმაოდ ძლიერი. კიდევ მორიგ მაყურებელს უპასუხოთ ძალიან მოკლედ თუ შეიძლება. გამარჯობა. საღამომშვიდობის. ეთერში ვარ, ხო? დიახ, ბრძანეთ. მაინტერესებს ქალბატონ თინასთან ასეთი შეკითხვა მაქვს. თრომბოციტოსთან დაკავშირებით რა სიტყვით? აი მაგალითად ჰომეოპათიური საშუალებები არის თუ არა იმის გარანტიას გვაძლევს, რომ თრომბოციტოზი დაუშვათ, რომ ჩადგეს თავის ნორმაში. მადლობა. აი იცით მადლობს არ მაცალა მაყურებელმა, აი მე მივდივარ სულ ერთ რამეზე, აი აქ პასუხის გაცემაში სწორედ ამას ვიტყვი ახლა. აი ის შინაგანი მკურნალი რომელიც არის ხანდახან თუ კი აი მოარტყი 10-იანში და გააღვიძე ის სასწავლების კეთება შეიძლება. ეხლა თრომბოციტების პრობლემების და სისხლის დაავადებების პრობლემების დროს, ისევე როგორც სიმსივნური პრობლემების დროს და ბევრი ქრონიკული და სისტემური დაავადების დროს პირდაპირ მიმართული რომ აი ამის წინააღმდეგ არის ესეთი წამლები თითქმის არ არსებობს, მაგრამ არსებობს აი ის წამლები, გასაღები, ადამიანს უნდა მოარგო მისი გასაღები და აი როგორც გაჩერებული საათი რომ არის და დაკოქავ და ის თვითონ მუშაობს, აი დაახლოებით ეს პრინციპი მუშაობს ორგანიზმში. ამდენად ყველა დაავადება შეიძლება იყოს განკურნებადი. აქ გააჩნია პაციენტს მის სასიცოცხლო ძალას, რა მდგომარეობაშია, მის ჯანმრთელობის ხარისხს და არის 4 ხარისხი. ამ ჯანმრთელობისა აი ჯორჯ ვიტულკასმა ჩვენმა მასწავლებელმა ნობელის პრემია აიღო ამაში, მან დაყო ადამიანის ჯანმრთელობა 4 კატეგორიად, 4 ხარისხად და მიზანი არის ხოლმე რომ ერთი დონიდან გადაიყვანო ადამიანის ჯანმრთელობა უფრო მაღალ საფეხურზე. ამ შემთხვევაში მას უკვე თვითონ შეუძლია შენი დახმარებით, შენ მერე უკვე ეხმარები, მაგრამ ისევ მეთვალყურეობის ქვეშ. ძალიან საინტერესო სტუდენტები. ძალიან საინტერესო მედიცინა. ძალიან საინტერესო შესწავლილი გეტყობათ, რომ უმაღლეს პროფესიონალურ დონეზე ვფლობთ ამ ინფორმაციას, სწორედ ამის დამადასტურებელია ზარების რაოდენობა არ წყდება პირდაპირ ეთერში. ამას რეკლამას გავიკეთებ თუ შეიძლება პირველად ამ ცხოვრებაში. მე ვარ ბევრი ორგანიზაციის ისა ვარ წევრი, მაგრამ ყველაზე დიდი რეგალია ჩემი არის, რომ მე ვარ ჯორჯ ვიტულკასის აკადემიის მრჩეველთა საბჭოს წევრი. ეს არის ძალიან დიდი ცენზი და თუ კი უცხოეთში, თქვა, აი ჩვენი კავშირი, რომელსაც მე აქ ხელმძღვანელობ, არის ევროკავშირის წევრი და მე ვარ მისი ექსპერტი. რატომ? იმიტომ რომ ჯორჯ ვიტულკასის მოწაფე ვარ. მაგრამ სამწუხაროდ ჩვენთან აი ძალიან ცოტა მოწაფეები მყავს, ვინც ასე თუ ისე მოყვება აი ამას ბოლომდე. რაღაც დონეზე სწავლობენ უკვე შედეგები არის, საკმაოდ კარგი შედეგებია, კარგად მუშაობენ წარმატებულად და ანებებენ თავს. და მე კიდევ ერთი რამ მინდა ვთქვა, ისეთ ძალიან დიდ პრობლემებს გვიქმნის ერთი რამ. ეხლა დავიწყე ამაზე საუბარი და არ დამცელდა, რომ უცხოელები, რომლებიც ჩამოდიან აქ დასასახლებლად, დამეთანხმეთ, რომ საქართველოში უცხოეთიდან ჩამოსული ადამიანებსაც აქ უნდა ცხოვრების მოწყობა, არც ისე წარმატებულია ალბათ თავის ქვეყანაში, არა? მე ბევრ მათგანს შევხვდი, ვისაც უნდა ლიცენზიის აღება, ან სერტიფიკატი, მათ აგზავნიან ჩემთან, მოდიან და ვესაუბრები და აღმოჩნდა რომ თითქმის არავინ არაფერი არ იცის. ნუ ენდობიან აი ამ უცხოურ სახელს, იცით? და ნუ იფიქრებენ რომ მათ რაღაც ჩვენებზე მეტი იციან. ჩვენ საკმაოდ კარგი სპეციალისტები ყავს, ბევრი არა, მაგრამ ყავს მაინც. და კიდევ ერთი ალბათონმა ინტერნეტის ის ახსენა, ინტერნეტის მკურნალობა და რეკომენდაციები ძალიან მოდაშია, ძალიან პოპულარულია და აი დაახლოებით ერთი თვე არის, რაც გააქტიურდა ჩემთან ზარები, აფთიაქში რეკავენ და მე ვპასუხობ ხოლმე. იმიტომ რომ აფთიაქის ხალხი ამას ვერ პასუხობს, მკითხულობენ წამლებს, რომლებსაც უკეთება ინტერნეტ რეკლამა. აი კონკრეტულად მაგალითად არის ტუიას პრეპარატი, ეხლა ძალიან მოდაში და ძალიან ბევრი ზარებია, ეძებენ უბრალოდ ამას და ჩვეულებრივი ექიმები ნიშნავენ ამას, გამოიყენება როგორც იქ წერენ ინტერნეტში,
ბავშვებში ადენოიდების სამკურნალოდ. აი მინდა გავაფრთხილო ყველა, რომ არავითარ შემთხვევაში ბავშვებში ტყუიას ხმარება არ შეიძლება. მე არ ვიცი, არც ხალხურ მედიცინაში მინახია, რუსეთმა გააკეთა, რუსმა რამდენიმე ფირმამ და ერთ-ერთი საერთოდ სასწაულია მალამოარი ტყუიასი, რომელიც არის ვაზელინზე გაკეთებული. ვაზელინი არაფრით არ შეიძლება ბავშვისთვის და მით უმეტეს ხვირში ამოსმა და ან ყელში როგორ შეიძლება. ეს არის კანცეროგენი და არის შხამი. აი ექიმები ამასაც არ უყურებენ და ექიმებს მინდა ვთხოვო რომ ცოტა გაერკვენ უფრო ნოენდობიან ამას დღეს ფარმაკობიზნესი საკმაოდ ესეთია ხო პოპულარულია ჰომეოპათია ამიტომ ვიღაცამ რაღაცა მოიგონა ესე ვთქვათ და თვითონ ამ ტყუიას შეუძლია პოლიპების განავითაროს მეჭეჭები განავითაროს ათასნაირი ფსორიაზის გამოხატულება თუ კი მიდრეკილება აქვს ბავშვს განუვითაროს და ძალიან ბევრი გვერდითი და უკუ მოვლენები აქვს ჩვენ. და კიდევ მე ვახსენე აქვე მოკლედ უპასუხოთ მესამე კატეგორიის ქვეყანა და ბავშვებზე გამოცდა წამლების ამ პრეპარატების. ეგ კიდე სხვა არის დიდი ხანია მე ამასთან ალბათ გახსოვთ საკმაოდ ბევრი ბრძოლა მქონდა. ბევრი გავაჩერეთ, ბევრი ფირმა არ შემოუშვიდა. მინდა გითხრათ რომ მაშინ ბევრი მიკეთებდა ოპონირებას. აკადემიის ეკოლოგიის დაცვის საზოგადოების საბჭოს თავმჯდომარე როცა ბრძანდებოდი. ეს საბჭო ეხლაც არსებობს, უბრალოდ ის ხალხი ვინც გვერდზე მყავდა, ეხლა აღარ არიან ამ საბჭოში, მაგრამ მათი რა თქმა უნდა თანადგომა მაინც მაქვს. დავით უსუფაშვილი მოგეხსენებათ პარლამენტის წევრია და აღარ არის ჩვენი იურისტი, ჯანრიკაშია გარდაიცვალა. ანი მიროტაძე ასევე პარლამენტშია და სტატიებს აღარ წერს. ნუ დღეს ქაოტურია, დღეს ის რა არის, საერთოდ არ ხდება შემოწმება იმ პრეპარატების, რაც შემოდის. თუ კი რომელიღაც ქვეყანაში არის აღიარებული, ავტომატურად ხდება ამის შემოტანა ჩვენთან გავრცელება. ამიტომ ამის კონტროლი ძალიან რთულია და ძალიან ბევრი ექიმი არის ჩართული. იცით, ადგილი აქვს საერთოდ ფარმაკოფირმების მხრიდან ესეთ ექიმების მოსყიდვას, ну, ამის მოსყიდვას ვეძახი, როცა მიყავთ ისინი სადღაც უცხოეთში, იქ აჩვენებენ კონფერენციებზე, კონგრესებზე, ოფინანსებენ ამას და მე უკვე ეს ექიმები ჯერათ ამ ყველაფრის ასაც ისმენენ, არ უღმავდებიან, ან უკვე ვალდებულები არიან რაღაცები დაანიშნონ. არა, მოსახლეობას პირიქით უგონია, რომ ეს კვალიფიკაცია აიმაღლა და ის გამოცდილება შეიძლება, რომელიც ჩვენ გამოგვადგება. საუბედუროდ არ არის ესე, მე რამდენჯერმე აქაც მქონდა ამის შემთხვევა, როცა გამოვედი კონფერენციებზე, კონგრესებზე, როცა გამოვედი ოპონირება გავაკეთე იმ წამლებისა, რომელსაც გვთავაზობენ. აი მაგალითად ერთ-ერთ ბავშვების პრეპარატში წლების წინ აღმოჩნდა რომ შედის ფსიქოტროპი გომეოპათიაში ფსიქოტროპებიც არსებობს. რასაც ჩვენ ხმარობთ ნევროზებზე, ფსიქიურ მდგომარეობების სამკურნალოდ, მაგრამ თუ კი არ ჭირდება ბავშვს, რატომ უნდა მისცეს ეს პრეპარატი? მათი გამოყენება და ეჩვევა ორგანიზმი. არა, ეჩვევაზე არ არის, თვითონ იწვევს მე გართულებებს. და ხა დედას გონია რომ უვნებელ, კარგ, უცხოურ არ მინდა დავასახელო არც ფირმა, არც ქვეყანა, რომ უცხოურ პრეპარატს აძლევს ხველების საწინააღმდეგოს. ამ დროს ბავშვს ერთი თვის შემდეგ უვითარდება ფსიქიკის მოშლა, უძილობა, ნევროზულობა, ხასიათი უფუჭდება, ხდება აგრესიული, გონების მოდუნება, ხდება კონცენტრაციის და ასე შემდეგ. და ვერასოდეს ვერ დაუკავშირებს იმ პრეპარატს, მაგრამ ვინც ჰომეოპათია იცის, იმათმა რა თქმა უნდა იციან, რა შეიძლება გამოიწვიოს. და როდესაც მე ეს გავაპროტესტე და გამოვედი და მომხსენებელს კითხვა დაუსვი, რომ აი ეს რო შედის ფსიქოტროპი, ამას როგორ ნიშნავთ აი ეს მე რომ დავნიშნო ეს ფსიქოტროპი, მე უნდა დავაკვირდე ბავშვს. ძალიან ბევრი ვიფიქრო, მივცე თუ არა და მივცე მხოლოდ ერთადერთხელ. და იქ არის მიცემა დღეში 3 ჯერ 10 დღის განმავლობაში. ნუ ეს არის კატასტროფა, კატასტროფული რამეა. მე არ ვიცი ამის უკან რა დგას, ეს მარტო ბიზნესია თუ აქ რაღაცა უკვე სხვა რაღაცები დგას, ვერ გეტყვით. ამბელია კვლავ და მე საუბარი აუცილებლად დიდი ხანია გველოდება და გამარჯობა გისმენთ. რამდენად შესაძლებელია თქვენი მეთოდებით ლიმფობლასტური ლეიკემიის მკურნალობა? მადლობთ შეკითხვით. ძალიან რთული კითხვაა. ძალიან რთული კითხვაა. რთული დაავადებაა და სწორედ ამიტომ. არა, ისევ და ისევ ხა მარტო ჰომეოპათიაზე დაყრდნობა აქ არ შეიძლება. იცით, მედიცინას დღეს იმდენი რაღაცა აქვს, იმდენი სიახლე აქვს, რომ არაფრით არ შეიძლება მხოლოდ ამ მეთოდს დაეყრდნო. ეს შეიძლება როგორც დამხმარედ გამოიყენო, მაგრამ ისევ ძალიან მაღალი დონის ჰომეოპათიის დახმარებით. უბრალოდ აი ესე ამის წამალი როგორც ეგეთი არ არსებობს. და მე მინდა გავაგრძელო ის თემა, რომ აი სწორედ როდესაც აღმოვაჩინეთ აი ეს ბავშვებზე ექსპერიმენტების ჩატარება ან რაღაც ფირმების გაუგებარი არაკეთილს ნისიერობა ამ თემაზე ნუ ჯერ ჩემოძღვარს ვესაუბრა, მე პატრიარქთან მივედით, მივართეთ მას და მან თქვა რომ ამას უნდა ებრძოლოთ, რა თქმა უნდა, მაშინ ჩვენ ბევრი რამ დავბლოკეთ
ეს ბევრი წლის წინ იყო, მაგრამ მაშინ რეგულირდებოდა რაღაცნაირად ეს წამლების შემოტანის საკითხები, რომელიც დღეს ქაოტურია. მას შესაძლებელი იყო დღეს მე არ ვიცი რა მდგომარეობაა, მაგრამ ხვდები ხოლმე სხვა რამეს, რომ ექიმები, რომლებმაც არ იციან ჰომეოპათია, ნიშნავენ აი ამ ანოტაციის მიხედვით მხოლოდ და უშვებენ შეცდომებს, რაც არაფრით არ შეიძლება და მინდა მათ თხოვოდა ყველა ეთერიდან, ყველა პრესის საშუალებით ყოველთვის თხოვ ხოლმე ექიმებს, რომ მობრძანდით, გააგარკვევთ, ჯერ გაერკვიეთ ჰომეოპათიის თუნდაც საწყისებში. ადრე იყო ტრენინგები ექიმთა დახელოვნებაში, ახლა ეგ სისტემას მოშლილია, აღარ არის უკვე რამდენი წელიწადია. სადაც მქონდა საშუალება 9000 ექიმს დაახლოებით აუხსენი, ვინც გაიარა ხო ჩემთან. პატრიარქი ახსენეთ და აქვე არ მინდა პატრიარქმა მაშინ რომ ვეძებდით ჩვენ გამოსავალს, მაშინ პატრიარქმა უფრო დავალება მოგვცა, რომ გაგვეხსნა აფთიაქი, რომელიც იქნებოდა ალტერნატივა. როცა ამბობ, რომ ეს არ მისცე, მაშინ რა ქას ადამიანს მოგებაზე და რაღაცაზე არ მუშაობს. როგორც ჩვეულებრივი აფთიაქი, არ მუშაობს. ჩვეულებრივი აფთიაქი, არანაირი ანალგინი და ბამბაც არ იყიდება და სპირტიც არაფერი არ იყიდება, გარდა ჰომეოპათიური წამლებისა. ანუ ძირითადად არის შეკვეთით. ან ექიმები ჰომეოპათები ნიშნავენ და მათ იმით გაიცემა, ან აი ესეთი ვთქვათ რაღაცა გრიპის, ხველის, რაღაც ერთი სტანდარტული ისინი შეიძლება ანგინის წამალი ვთქვათ, იქ რაღაც სტომატიტის და ასე შემდეგ შეუძლიათ ისე იყიდონ და ძირითადად წამლები კეთდება უკვე დანიშნულების და მიხედვით. და რამდენიმე სხვა შორის ძალიან წამგებიანია ეს აფთიაქი ფინანსურად, და ჩვენ არა ვართ ბიზნესმენები. არსებობს მხოლოდ იმიტომ, რომ ნუ ვისაც თქვათ, აი სურვილი აქვს და ღმერთი მოიყვანს, რომ მას სადღაც რაღაცა დახვდეს, ასე ვთქვათ. და რამდენიმე შევედი პატრიარქთან შემდეგ და ვთხოვე, რომ აი მოეხსნა ჩემთვის ეს ვალდებულება, ასე ვთქვათ და მან თქვა, რომ არა. ნუ ეს არის ერთ-ერთი მეთოდი ბრძოლის ამ ყველაფრის წინააღმდეგ არ იყოს. ასევე თქვენი აკადემიის საპატიო რექტორი არის ნობელის პრემიის ლაურეატი, დიახ, და სხვათა შორის აი მისი და პატრიარქის ინიციატივით იყო შექმნილი ეს აკადემიაც, ანუ დამავალეს რომ მომემზადებია კადრები და მომემზადებია წამლები, რომ აი ყოფილიყო ესეთი რაღაც, ნუ ადგილი, ნავსაყუდელი, ესე ვთქვათ, სადაც ვისაც უწერია ამის მიღება, რომ აი აქ მოვიდეს და ამის სწავლა ვისაც. ჩვენ დრო თითქმის ამოიწურა, მოდით მნიშვნელოვანი არ მინდა რომ დაგრჩეთ თქმელი, დაგითმობთ საეთერო დროს და შემდეგ ასევე ჩავატარეთ ერთი პატარა ცდა, ეს როგორ ადამიანის შეთავსება როგორ ხდება ადამიანთან თუ წამალთან როგორ ხდება ამის აი ეს წამლები არის ენერგეტიზირებული წამლები როგორც გითხარით აქ არის უკვე ინფორმაცია ესენი მზადდება წყალზე გამოყენებულია წყლის მეხსიერება ეხლა დღეს არავის არ უკვირს თქვა 200 წლის წინ გაუგებარი იყო მათი მოქმედება დღეს არავის არ უკვირს არსებობს ვიბრაციები არსებობს ჩვენ გარშემო ველები ელექტრონული მაგნიტური და ასე შემდეგ და მინდა გითხრათ რომ აი რაც შეეხება გადატრიალებას ეს გადატრიალება იყო დაგეგმილი რამდენიმე წლის წინ იყო ესეთი ძალიან დიდი მეცნიერი მსოფლიო დონის ივერი ფრანგიშვილი რომელიც მოღვაწეობდა მოსკოვში და ხელმძღვანელობდა ერთ-ერთ ძალიან დახურულ ინსტიტუტს ძალიან მნიშვნელოვანს გასამხედროებულ ინსტიტუტს და მათ შექმნეს აურომეტრი რომელიც ადამიანის გარშემო არსებულ აი ამ ელექტრომაგნიტურ ველებს და ვიბრაციებს ფოტოსურათებზე არამარტო ზომავდა, არამედ სურათების გადაღება იყო შესაძლებელი და მე რაღაც პერიოდი მომიწია მოსკოვში მუშაობა და იქ ეს აურომეტრი ძალიან მადგებოდა, იმიტომ რომ ძალიან კარგად ხედავდი, როგორი მოდიოდა ადამიანი, რა ქონდა მის გარსებში, ეს რა ვიბრაციებში იყო და რა ხდებოდა წამლის მიცემის მერე და წამლის შერჩევაში ძალიან მეხმარებოდა. და ეს უნდა დანერგილიყო აქ და ეს განაცხადი უნდა გაკეთებული იყო ძალიან სერიოზული. მაგრამ სამწუხაროდ ის უცებ მოულოდნელად და გარდაიცვალა და ნუ დარჩა ესე ნუ სხვა რუსეთში ეს ისევ კეთდება არის აქტუალური მაგრამ ისეთი განვითარება ვერ პოვა იმიტომ რომ ავტორი აღარ არის ცოცხალი და იქაც რა თქმა უნდა იბლოკება ეს ყველაფერი მაგრამ არის ძალიან მარტივი აი ხომ არის რომ ადამიანს ნახავ და ქსიამოვნებს მასთან კონტაქტი ან ვიღაცა ძალიან კარგია მაგრამ არ ქსიამოვნებს არა ან ვიღაც შეგიყვარდება და მის გარეშე არ შეგიძლია ხო ეს არის ყველაფერი რა ადამიანებს შორის რეზონანსი, ანუ ენერგეტიკული მიმოცვლა. და არის ძალიან მარტივი მეთოდი. როგორ შეიძლება თქვენ გასინჯოთ, აი საკვები გიხდება თუ არა, ჰომეოპათიური წამალი და იგივე ადამიანი. ანუ ცოცხალი რაც არის და რასაც ვიბრაციები აქვს. ახლა უსულო საგანს ვერ იმასიძე, იმიტომ იქ არ არის უკვე ესეთი გასაგები. აი ამისათვის მოვიტანე ძალიან მარტივია და ძალიან დაეხმარება მოსახლეობას. აქ არანაირი ჯადოქრობა არ არის, არის ძალიან ცნობილი, ძველი მეთოდი საქართველოში იყო ცნობილი სხვათა შორის ვაზის ღეროებისგან გაკეთებული სამკუთხედი, წყალს ეძებდნენ ხოლმე.
და არის უფრო მარტივი. ყველა ადამიანს ჰოროსკოპში უწერია თავისი ძვირფასი ქვა. ნუ თქვათ რომ პირველი არის ბრილიანტი, მეორე არის ხოლმე ნახევრად ძვირფასი. ჩემი არის ამეთისტი მაგალითად. რომელიც თქვენი ქვა. რომელიც არის ჩემი ყოველთვის დაგაქვთ. არა, არ დამა ყოველთვის, მაგრამ როდესაც მჭირდება, ნუ ვიცი რომ ეს არის ჩემი ქვა. საერთოდ წესით უნდა გეკეთოს ეს ქვები როგორც დამცავი. ისე როგორც გიშერი არის უნივერსალური, ეს არ არის უნივერსალური, ეს არის ხო. ფებრუარში დაბადებული ერთგულების. ადგენთ. იცით როგორ? აი ძალიან მარტივია. ნახე. აი ესე დადგამ წამალს, მაგ არაფერი არ უნდა იდგას, არ უნდა იყოს მეტალი გარშემო. აი ესე ცოტა მოუხერხებელია. არა, უშუალოდ, აი მაინც. უნდა ჩამოდო ხელი, ხო? მაგიდაზე, აი ესე. და აი ესე ქანქარას პრინციპით. დაიკავო თუ აი ეს ქანქარა და მოათავსო ესე მოუხერხებელად ვარ. წამალსა და შენ შორის. და გააჩერო, დააფიქსირო აი ეს. მაგიდაზე. თუ აი ესეთი მოძრაობას გააკეთებს შენს მიმართულებით, ესე იგი ეს კარგია. შენსკენ თუ იხდება. თუ აი ესე დადეს, ეს არის უარყოფა. თუ ტრიალებს აი ესე. ხო, აი ესე მრგვალად თუ ტრიალებს სიმრგვალეზე. ამ შემთხვევაში ეს არის ნეიტრალური. ეს იგი არც გიხდება და არც გაწყენს. აი ამით შეგიძლიათ გაზომოთ ნებისმიერი საკვები. ძალიან საინტერესო სტუდენტებს ვდანდებით, უამრავი ინფორმაცია გაქვთ, რომელიც ასევე სასარგებლო არის ჩვენთვის, ჩვენი მოსახლეობისთვის. დასუსტება მინდა, რომ ეს ჰომეოპათიო ენერგეტიზირებულ წამლებს ეხება. ჩვეულებრივ წამალს, იგივე თქვათ, ასპირინს. აი ეს არის მაგალითად ჰომეოპათიური ასპირინი. ეს იმუშავებს ესე. ამას დაადგენთ, მაგრამ ჩვეულებრივ ასპირინს ვერ დაადგენთ. გასაგებია. სამწუხაროდ ჩვენ საერთოდ რა მოიწურა, შეგახსენებთ ხალხთან თინა თოფურია, ჰომეოპათიის აკადემიის რექტორი, ევროკავშირის ექსპერტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი და ასევე ადამიანის ეკოლოგიის დაცვის საზოგადოების საბჭოს თავმჯდომარე, საუბრობდა პირდაპირ ეთერში. იმედია კიდევ გვეწევა გამონახავს დროს, წარმატებებს გისურვებთ. ფერმერობას უსურვებთ ჩვენს. იმედია გამოადგებათ ქართულ მოსახლეობას ყველას უკლებლი, გვიყურებს თუ არ გვიყურებს. განმეორებით ამ გადაცემის ნახვა საღამოს საინფორმაციო გამოშვების შემდეგ შეგიძლიათ, მე კი აქვე დაგემშვიდობებით, შეგახსენეთ მე ლევანინო ვარ, ეს გადაცემა თქვენი დროა, მთელი შემოქმედებითი ჯგუფი გისურვებთ სასიამოვნოდ გაატაროთ უქმე დღეები, ორშაბათს კი 4-ზე შევხვდებით, ასე რომ გელოდებით.